გამოშვების ბოლოს უნდა ჩართოთ პარლამენტი. ამ წუთებში უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მედიისთვის აკეთებს კომენტარს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ჩვენი მიზანია რომ საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალური. ანუ სადღაც დახურულ კარს მიღმა კი არ მიმდინარეობს გამოძება, არამედ საზოგადოება ამაში იყოს მაქსიმალურად ჩართული, რამდენადაც პრაქტიკულად თქვენ ხედავთ რომ პირდაპირ ეთერში გადაიცემა ხოლმე, როდესაც ასეთი კომისიის პრეცედენტები იყო და არის საქართველოში, პირდაპირ ეთერში გადაიცემა ის პროცესი, რაც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველაზე გამჭვირვალე პროცესი. და საზოგადოება თითოეულ დეტალთან დაკავშირებით საქმის კურსია და მისი ჩართულობა ამ შემთხვევაში არის მაქსიმალური. თუ კი რაიმე შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი, აქ არის გამჭვირვალობა, ეს რა თქმა უნდა ზოგიერთის გაგებით რუსული საქმეა, მაგრამ გამჭვირვალობა რეალურად არის ევროპული თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მიღწევა და ღირებულება და შესაბამისად ჩვენ ამ ღირებულებების შესაბამისად ფიქრობდით რომ სწორედ ის ფორმატი იქნებოდა ყველაზე კარგი, რომელიც მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა და რაც უფრო მთავარია, საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ამ პროცესში. დიდი ხანია საზოგადოება ამას ითხოვდა, იცით თქვენ რომ სხვადასხვა წრეებში ყოველთვის იყო ამისი მოთხოვნა, მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვათ რომ დამოუკიდებლობის ამ ხარისხის ქვეყნის დამოუკიდებლობის ამ ხარისხისგან განცალკავებით ალბათ ეს შეუძლებელი იყო და თუ ვინმე დაგვამონათებს ახლა რომ 2013-14-ში ან 15-ში რატო არ იყო წამოვიდა საზოგადოებიდან ეს კითხვებიც, იმიტომ რომ ქვეყანას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ეს ხარისხი არ ქონდა. ჩვენ ახლა შეგვიძლია აბსოლუტურად დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის ასეთი სახის გადაწყვეტილება. 13-ში და 14-ში და 16 და 18 წლებში პირობითად ასეთი გადაწყვეტილება რომ მივიღო, შეიძლება აქეთ ქვეყანა და ხელისუფლება გადაეყოლებინათ ამისთვის. ეგ არის რეალური გულწრფელი დამოუკიდებლობა და ისტორიული ბექგრაუნდი ამ ყველაფრის. შესაბამისად ჩვენ დღეს, მაშინ როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წარსულის სწორი შეფასებითაც მათ შორის განისაზღვროს. გადავწყვიტეთ, რომ იმ ადამიანებს, მათ მოქმედებებს, რომლებიც დღეს საქართველოს წინააღმდეგ აგენტურული ქსელიდან გამომდინარე და მათი დავალებებიდან გამომდინარე საბოტაჟს უწყობს, დავარქვათ თავის სახელი, მათ ქმედებებს დავარქვათ თავის სახელი და ისევე როგორც გერმანია ეს უზრუნველყო, ჩვენიც უზრუნველყოთ, რომ ფაშიზმი წარსულის მძიმე დანაშაულები, მკვლელობების, გაუპატიურებების, სისტემური დანაშაულების, ბიზნესის, რეკეტის, მედია საშუალებების მიტაცების და ასე შემდეგ ამის ავტორები აღარ იყვნენ პოლიტიკაში მთავარი აქტორები. დღეს ხედავთ რომ ისინი გარკვეულ პროცენტებს იღებენ, ხო? ძალიან სამწუხაროა რომ ისინი აჯერებენ ნაცები დაპოზიციონირდნენ როგორც პროევროპელები და ვიღაცებს აჯერებენ არის საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამოჩნდა მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც მიყვება ამ მკვლელს სისტემური წამებისა და გაუპატიურების ავტორს და უჯერებს მას და გონია რომ ის არის პროევროპელი და ვინც ამის წინააღმდეგ ილაშქრებს ის არის პრორუსი. აი წარმოიდგინეთ ჯერ დასავლეთს და ევროპულ ცივილიზაციას ასე დავარქვათ ამ შემთხვევაში რა სამსახურს უწევენ ესენი, ანუ მკვლელი, ჯალათი, ბიზნესის რეკეტიორი და ასე შემდეგ. დღეს პოზიციონირდება საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის, რა თქმა უნდა, მცირე ნაწილისათვის, მაგრამ მაინც პროევროპელად, და ვინც ამას უპირისპირდება და რეალურ ევროპულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ქვეყნის წარსულს, ეროვნულ ინტერესებს მხარში უდგას, ის მათთვის პოზიციონირდება პრორუსად. ეს არის უდიდესი გამოწვევა და მათ შორის წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს და ჩვენმა ხალხმა რომ ღირსეული მომავალი გქონდეს. პრინციპში ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი შეიძლება გქონდეს ამ განცხადებისა, რადგან როგორც აი რამდენიმე წამის წინ პრაქტიკულად თუ წუთის წინ უკვე ვთქვი, ჩვენი მიზანი, მთავარი მიზანი, გენერალური მიზანი იყო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მეორე დღესვე ამაზე შესაბამისი ადეკვატური და მათ შორის შეგვიძლია დავარქვათ პოზიტიური პასუხი მივიღეთ, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტია რომ უკვე ვიდრე კომისია შეიქმნება, უზრუნველყავით
საზოგადოების ჩართულობის რაღაც ხარისხი, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილის მხრიდან, კონკრეტული ორგანიზაციის მხრიდან წამოვიდა ინიციატივა იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც მანდატის ფარგლებშიც იმუშავებს საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში, გასაგებია მაშინ იყო რეჟიმი, შესაბამისი ძალაუფლები და უფლებამოსილები და ბოროტად იყენებდნენ და სასტიკი დანაშაულების ჩადენისათვის იყენებდნენ და საკუთარი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალებით და ასე შემდეგ სხვა უკვე ჩამოთვალე. ამის გარდა ინიციატივა საზოგადოებიდან ის სასალმებელია, კი ბატონო, წამოვიდა იმის შესახებაც, რომ ამ ქსელმა ზოგი დაიმატა, ზოგი მიიერთა და გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა, ჯაშუშური საქმიანობა. პოლიტიკურ დონეზე არაერთხელ შეგვიფასებია და არა მხოლოდ ჩვენი აზრია. საზოგადოების უდიდესი ნაწილი მოყვება ამ შეფასებაში და ხელის გულზე ჩანს, როგორ მოქმედებენ სხვა ქვეყნების თუ ამ ქვეყნების წარმომადგენლების თუ სხვა ქვეყნებში არსებული სხვა ძალების, deep state-ის თუ ასე შემდეგ დავალებებით საქართველოში ჯაშუშები, მაგრამ თუ კი ამის სამართლებრივ შეფასებას და შესაბამის რეაგირებას ვინმე ითხოვს, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, იმიტომ რომ ეს არ არის მაგალითად 2003-12 წლების მანდატში, ამას უკვე ჭირდება სამართლებრივი შეფასება. ასევე ჩვენ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ სტანდარტი სამართლებრივი შეფასების კიდევ უფრო მაღალი იქნება, მტკიცებულებების დონეზე უწევს დამტკიცებას სახელმწიფოს ქვეყანას კონკრეტული დანაშაულისა, სუბიექტურ და ობიექტურ უკვე იურისტის ამპლუაში გადავედის სუბიექტურ და ობიექტურ გარემოება და ერთობლიობა, ამას კიდე დამატებითი ძალისხმევა ჭირდება კანონის ჩარჩოში ობიექტური აქ უდანაშაულობის პრეზუმპციის ელემენტები ჩამოდის და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ასეთი შესაბამისი რეაგირება და მტკიცებულებები იქნება, რაც ჩვენ აქეთ მეორე მხარეს ხელის გულზე გვიდევს და ესე ყველამ ვიცით, საწინააღმდეგო არ შეიძლება გქონდეს. ბოდიში კომისიის თემა ამოწურო თუ შეიძლება. კომისიაში პარლამენტის წევრები, იმიტომ რომ პარლამენტის წევრები შეიძლება იყვნენ მოწვეული სპეციალისტებიც, კონკრეტულად დღეს ცოტა გამიჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ხალხის ძალის წარმომადგენლები გამოგვეყვნენ, ასე ვთქვათ და მათ თქვეს, რომ გარკვეულ საკითხებში აქვს წინააღმდეგობა და იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის სხვა წევრები არ ისურვება, არ ინებებენ ბატონო შემოსვლას, მაშინ შესაბამისად ფორმალური და რეალური ხარისხის დაკმაყოფილებული იქნება და დაკომპლექტება ისე როგორც არის არსებული კონფიგურაცია, თუ სხვები შემოვლენ, მაშინ მაგალითად ხალხის ძალას ექნება პირობითად ერთი კვოტა და სხვა ოპოზიციურ წარმომადგენლებს სხვა კვოტები, თუ არა და მაშინ ხალხის ძალა ითვისებს იმ კვოტებს, შესაბამისად დაკომპლექტება ისე რომ ნახევარი იყოს უმრავლესობის ნახევარი ოპოზიციის, ფორმალურ და რეალურ საფუძვლებს ამასაც დავაკმაყოფილებთ და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ მეორე ამას შემთხვევით არ ვაკეთებ, საზოგადოების ჩართულობა იქნება ამაში მაქსიმალური, იმიტომ რომ ყველა დეტალს თვალყურს მიადევნებს საზოგადოება პირდაპირ ეთერში და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იმ ადამიანებმა, რომლებიც ძალიან მცირე ასაკის იყვნენ იმ პერიოდში, ეს სისასტიკე ყველა ჩვენ თავზე გამოცადეთ, საკუთარ თავზე მაქვს მე პირადად გამოცდილი, იმიტომ რომ შემიძლია თამამად თქვა, ეხლა რომ პოლიტპატიმრას ეძახიან იმ ადამიანებს, ვინც თავის უტეხავდა ქვებით პოლიციელებს და პიროტექნიკას სახის შესვლა, საერთოდ არანაირი დანაშაული არ მქონდა და ჩემნაირი იყო ასობით და ათასობით ამ ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი ვიყავი რეჟიმის. და საკუთარ თავზე მაქვს ამ რეჟიმის უსამართლობა გამოცდილი, მაგრამ ეს არ არის რაღაცა პირადი შურიზების ნაკარნახევი, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და სახელის დარქმევის აუცილებლობა, იმიტომ რომ დღესაც კი ეს გამოწვევა რაღა დროსია რომ გვეუბნებიან ვიღაცები, რაღა დროსია, დღესაც გამოწვევაა. მაგალითად, პირობითად არანაირ მინიშნებას ნამდვილად არ ვაკეთებ. პირობითად ავიღოთ ნებისმიერი ლიდერი. ეს არ ვიცი, ელია იქნება გვარამია, რომელიც იყო ერთ-ერთი ლიდერი იმ სისხლიანი რეჟიმისა, დღეს წარმოადგენს ნაცმოძრაობის ერთ-ერთ ფრთას და მეორე ადგილზეა რეიტინგით. მართალია 800 და 900.000 ხმით ჩამორჩება ქართული ოცნების რეიტინგს, მაგრამ მეორე ადგილზეა და ეს ადამიანი იბრალებს, რომ ის არის დემოკრატი, ადამიანის უფლებებს იცავს, პროევროპელი და გვარამიაზე არ არის მარტო საქმე. მისნაირ უამრავი პოლიტიკურ ლიდერშიპს, ეგრეთ წოდებულ წარმომადგენელ ოპოზიციურ ველზე ნაცმოძრაობის გაფანტული იმაში კლასტერში გაფანტული ადამიანები.
შესაბამისად, თავის სახელი სანამ არ დაერქმევა, ესენი მანამდე იპოზიციონირებენ როგორც პროევროპელები და დემოკრატები და თანამედროვეებს, ქართული თანამედროვეების პარადოქსია, როცა ნაცი რაღაც სახელს გადაირქმევს და ხდება დემოკრატი და ყველაზე ჰუმანური ადამიანი და სხვას რაღაცეებში ამონათებს. შესაბამისად და მათ შორის რუსულ თემასთან დაკავშირებით ეს ხო თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ტრენდი, ეროვნულ საქმეს ვინც აკეთებს, იმას მეტი არგუმენტი რო არ აქვს, ეძახიან პრორუსს. და პრორუსს საქართველოში ეძახიან ხელისუფლებას ის ადამიანები, რომლებმაც ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს, მერე ომის დაწყება უღიარეს, მერე ომის დანაშაული საკუთარ სამხედროებს დააბრალეს, მერე ვეტეოში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ერთადერთი ხმა რო ჭირდებოდა, რუსეთს დაუჭირეს მხარი და საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს ერთადერთი ხმით შევიდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთი, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარეს და პრორუსს სხვა არის თურმე. აი ამ ფეიკ რეალობაში აცხოვრებენ განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას, რომლებსაც არ უნახავდა. ეს ყველაფერი გასახსენებელია. როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს ნაცმოძრაობის კლასტერის მთლიანი შემადგენლობა და შესაბამისად ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქვა. სამხედროები ხო სულ იყო სპეკულაცია ჩვენი სამხედროების გასამართლებას აპირებ, ამ დროს ჩვენი სამხედროების გასამართლებას კი არა, როგორ დავიცავით, თქვენ ნახეთ, ყველა ინსტანციაში და საერთაშორისო ყველა სასამართლოში, მათ შორის ჩვენი პროცესები მოვიგეთ ჰააგაში, ჩვენ პროცესები მოვიგეთ გადამალული, ნაცების მიერ გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად მოვიპოვეთ ეს მტკიცებულებები, უკან დავიბრუნეთ და მათ მიერ შეგნებულად გადამალული მტკიცებულებები, ესეც გამოძიებისაგან იქნება სხვათა შორის. გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად მოვიგეთ ჰააგაშიც და სტრასბურგშიც სასამართლო და ბუნებრივია არც სამხედრო მეთაურებს ამასაც ხაზგასმთავ. არც ერთ გენერალს, არც ერთ სამხედრო მეთაურს, არც ერთ ჯარისკაცს ჩვენ არ შევეხებით ამ გამოძიების ფარგლებში პირიქით. ქართველი ყველა სამხედრო იმსახურებს პატივისცემას და მადლობას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია პოლიტიკური, მავნებლური გადაწყვეტილებების მიღების ავტორები, ადამიანები, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს, როგორ იბომბებოდა აქედან იქით 7 აგვისტოს ღამეს, ეს აჩვენ კადრები. მერე ასე იყო თუ ისე იყო, თვითონ მსჯელობდნენ და ვიღაცებს ხას ამონათებდნენ. კადრები აჩვენეს პირდაპირ ეთერში, დაბომბვის აქედან იქით და მერე ომის დაწყებაზე ხელი მოუწერეს, უღიარეს და მერე სამხედრო დანაშაული, ომის დანაშაული დააბრალეს ჩვენ ჯარისკაცებს და აქეთ გვედავებიან რაღაცებს. ხო წარმოუდგენელია და ბევრ ადამიანს პირადად შევხედვი ვარ, რაღაცები მიჩვენებია და სხვანაირად უფიქრია და ეს ალბათ ჩვენი ვალდებულებას და პასუხისმგებლობას არის, რომ საზოგადოების ფართო მასებში მაქსიმალურად უნდა იყოს განვრცობილი და რეალური ინფორმაცია უნდა გქონდეს ყველას, იმიტომ რომ არაინფორმირებული ადამიანი იღებს არასწორ გადაწყვეტილებას. ისევე როგორც ახლა მაგალითად გუში ხო ვილაპარაკე ამაზე. ტევე პირველი ჟურნალისტი ადგა და საერთოდ წავიდა ამ სიტყვების შემდეგ. მოვიდა პარტიაში ბრიფინგზე და ადგა და საერთოდ წავიდა ისე რომ კითხვა არ დაუსვია. და თავარი კითხვა იცით რა არის? ნაცმოძრაობის ტელევიზიები ამ დღეების განმავლობაში რატომ უმალავენ საზოგადოებას იმ უსკანდალურეს აღიარებას ზელენსკისა, რომელმაც თქვა, რომ ათეულობით მილიარდი არ მისვლია დახმარების სახით გამოყოფილი უკრაინას. ეს ხო არის ძალიან სკანდალური ამბავი და 2 წლის წინ ოდნავ მინიშნებას თურმე გააკეთებდა ამასთან დაკავშირებით, როგორი თავდასხმა იყო მასზე წარმოიდგინე. ვილაპარაკა თვითმფრინავზე. თავად ზელენსკი თვითმფრინავებზე, რომ თავისი თვითმფრინავებით თვითის გადაზიდვის უფლებასაც კი არ აძლევდნენ ფინანსური ინტერესების გამო და ჩვენგან 2 თვითმფრინავის გაშვებას მოხალისეებით რომ ითხოვდნენ ამის არ გაკეთების გამო, რომ ომში არ ჩავრთულიყავით, გაიწვია ელჩი. წარმოიდგინეთ, აგერ 2 წლის თავზე დიდი დრო კი აღარ გასულა. 2 წლის თავზე უკვე ხელის გულზე დაიდო ყველაფერი და ამას სწორი ანალიზი ჭირდება. გასამართლების ნაწილი დავასრულოთ. ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან გვესმის კონკრეტული კომენტარები და იმ შემთხვევაში თუ საბოლოოდ არის შემთხვევაში ამ შემთხვევაში ხდება პასუხისმგებლობები თუ არ შემოგვიდგება. გამოძიებასთან რა ხდება და რომელიც აქ ყველაზე მოკლე და მარტივი პასუხი არსებობს. საგამოძიებო კომისიასთან არ თანამშრომლობა არის სისხლის სამართლის დარღვევა.
მათი აზრით რეალური პრობლემები არის, რომ მაიმუნს არ უნდა ერქვა ობეზიანა, ერთი, ეს არის მათი ბიგა იდეა, როგორც გამოიკვეთა და მეორე 300-დან 400,000 ხმამდე გაყავდა საქართველოში. 300,000 ხმა გაყავდა საქართველოში. ანუ არჩევნები, ეხლა არგუმენტებსაც არ იძახენ თვითონ იციან, იმ ხელა სისულელეა, რასაც ისინი ამტკიცებენ. და რა იკადრეს ჩვენმა კოლეგა გერმანელმა დეპუტატებმა. დღევანდელი ამბავი იცით? რა იკადრეს იცით? ბუნდესტაგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ეუთოდირის დასკვნის არაღიარებაზე კი არ მოეწერათ ხელი. უბრალოდ ეთქვათ, რომ ეუთოდირი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. აი წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე. აბა ერთი ვინმეს კითხვა დაუსვით. ამას გმობენ, გამოასწორებენ ამას, ანუ მათ იფიქრეს, რომ გერმანიის დეპუტატს ინფორმაციის გავრცელების უფრო ფართო დიაპაზონი აქვს თანამედროვე სამყაროში, ვიდრე ქართულ რომელიმე დეპუტატს, მაგალითად მდინარაძეს თუ სხვას და უბრალოდ ესე ძალით გჯობნია, რომ მეტი რესურსი აქვს ინფორმაციის გავრცელების და მთელ სოფლიოს დანარჩენს ეუბნებიან, რომ ეუთოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოში, იმიტომ რომ ეუთოდირმა რომ აღიარა ეს ამით იყო გამზამდეს, სხვა არ შეწუხდნენ და უბრალოდ მოიტყვეს. აი წარმოიდგინეთ, ამას რამდენიმე წლის წინაც არავინ იკადრებდა. ახლა უბრალოდ თავისი აგენტურის თუ ისინიც ვიღაცების წარმომადგენლები არიან, ხა ამაში აღარ შევალ, ეს ყველამ კარგად ვიცით უკვე. აი ამ ქართული აგენტურის, ქართველი ჯაშუშების ხარდასაჭერად უბრალოდ ადგენენ და თქვენ რომ ეუთოდირის მისია თუმე საერთოდ არ ჩამოგვიშია საქართველოში. აი ესეთი თავხედური და ხელის გადაგრეხვის ძალიან ბინძური მეთოდების შემსწრევად, რომლითაც დღეს ებრძვიან საქართველოს. ეს არ არის ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ. არგუმენტები არ არსებობს, მეგობრებო. აი უბრალოდ ბუნებაში არგუმენტები არ არსებობს. როგორ შეიძლება ილაპარაკოს ნაცმა ვინმეს არა ჰუმანურობაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, პოლიტიკურ აი ნაცმა გაბედა იქამდე მივიდნენ ამ თავის თავში დაჯერებული პიარით, რომ ნაცი გამოდის და გელაპარაკება რომ პოლიტიკურ პატიმარი ყავს. მე იგივე გერმანელი დეპუტატი თავის ქვეყანაში ამბობს, რომ თუ მიუშვერ პოლიციას პიროტექნიკას, მიუშვერ უბრალოდ, ეს არის უპატიებელი დანაშაული და შენი ქართველი პოლიციელი ბოდიში და მათ ფეხებზე კიდია. ძალიან დიდი ბოდიში ამ გამოწვევით. ჩემი გმირი პოლიციელი, ქართველი რომელმაც 2008 წელს აგვისტოს ომში იბრძოლა, ომის ვეტერანია, ის ფეხებზე კიდია იმ სხვას და ჩვენ არ გავაკეთებთ ამას. ჩვენ გვაინტერესებს. ჩვენი პოლიციელი სახეში მიშვერილი ცეცხლი არის საქართველოს სახეში მიშვერილი ცეცხლი და მისთვის ნასროლიქვა არის საქართველოსთვის ნასროლიქვა და გერმანელი დეპუტატი ან სხვა ქვეყნის რომელიმე დეპუტატი, რომელიც იგივე აგენტურულ ქსელშია ჩართული, რას იტყვის და რას მოიტყვება, საერთოდ არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ დავითავთ ამ ჩვენ პოლიციელებს. როგორ გერმანელი პოლიციელის მიმართ მიშვერილი უბრალოდ პიროტექნიკა თუ უპატიებელი დანაშაულია უკვე რეალიზებული ნასროლი ცეცხლი ამ პიროტექნიკი და რატო არ არის საქართველოში დანაშაული და რატოა ეს მშვიდობიანი ეს ორმაგი სტანდარტი არა ეს არის თავხედობა რომელსაც საქართველოს არ გაატარეს და კიდევ კარგი და ჩვენი დამსახურებაა ხო არ ძალით ხო არ ვიბრალებს კიდევ კარგი რომ მივედით იმ ზომამდე რომ ამისი ლაპარაკის თავი გვაქვს და ვილაპარაკებ და ქმედებითაც გადავალთ შეტევაზე როცა ქართულ ინტერესებს ეხება საქმე. რაღაც მორალზე რო ლაპარაკობენ ხოლმე. პოლიტიკური მორალი ემთხვევა ადამიანურსაც იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მორალი გამომდინარეობს ეროვნული ინტერესებიდან. და რომელიც ჯაშუში და მისი პატრონი ან მისნაირი სადღაც რას იტყვის, საერთოდ არ გვაინტერესებს. იმიტომ რომ გვაქვს ჩვენი სიმართლის გატანის თავი ამ ქვეყანაში, როგორც მინიმუმ და მე სხვაგანაც ცოტა იმედები გვიჩნდება ბევრი რაღაციდან გამომდინარე და ამას თავისუფლად ლაპარაკობთ კიდევ კი ამ ბოლო დროს. ვინ იმუქრება სანქციებით? ადამიანს უნდა შეეხოს ის წნეხი, ვინც ამაგრებს მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას, რომ ამას ამბობს თემურჭყონია და როგორ აღიქვამთ ეს არის თუ არა ერთგვარი? თემურჭყონიას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი. მე მგონია, რომ ზედმეტად თავს უნდა იმედებს და პოლიტიკაში ზედმეტად ჩაერევა თავის
სანქციების მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათაო ოფისიდან დაუწესონ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ზედმეტად ერევა. და ვიცი, ახლა მისი ლიცენზიის პირობები, მაგრამ ლიცენზიის პირობებს ჩახედოს კარგად. მე ბევრი გამიგია მსგავსი კომპანია, რომელიც თავის ფილიალებს ასანქცირებს იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკაში ერევიან. აქედან გამომდინარე თავს მიხედოს, რაც უყოლამ, ვინც დაიმედებულია ქართველი ხალხის არჩევანის დასანქცირებით. და ცოტა დაფიქრდნენ იმაზეც სულ ამ შემთხვევაში თემურ ჭყონიას არ ეხება მარტო ეს. ყველანი იმაზე დაფიქრდნენ, როგორ ვითარდება გეოპოლიტიკური მიმართულებით, განსაკუთრებით სოფლიოში მოვლენები. სოფლიოში რა ხდება და ესენი აქ დარბიან, ბედიათ ბაბუშკა ვერ ექმნება და მაიმუნს ობეზიანა და რაღაც ზავსაბაკა და რაღაც სულელებს ლაპარაკობენ. და ამ ჭადრაკის დაფის მაიდნის მოდელებს გადმოიტანენ ხოლმე და სოფლიოში ცოტა სხვანაირად ვითარდება მოვლენები და ცოტა სხვა მასშტაბურ გლობალურ გადალაგებებთან და ტურბულენტობებთან გვაქვს საქმე. და ქართველებმა ერთი მთავარი რაც უნდა უზრუნველყოთ, რომ ამ დიდ გლობალურ ტურბულენტობაში და იმ გლობალურ პროცესებში, რომელიც ადრე წლებით ვითარდებოდა, ეხლა დღეებში იცვლება ხოლმე. და ბევრი სიტუაცია, როგორ დაჩქარდა მოვლენები, ვხედავთ ძალიან კარგად და იქნებ გავითავისოთ ის, კიდევ კარგი რომ უმრავლესობა ითავისებს ამას. იქნებ გავითავისოთ, რომ აი ამ დიდი საკითხების, ასე ვთქვათ, რბილად ვთქვათ, მაინც გადაჭრის დროს საქართველოს რაც მთავარია, თავისი თავი შეინარჩუნოს და გადაირჩინოს. ამაზე ვართ მხოლოდ ორიენტირებულები. და შენ ქართველი, ეთნიკური ქართველი, აქ რომ მებრძვი სხვის ისახებით, ცოტა იქნება დაფიქრე, ცოტა ხანი მაინც გაიწიო გვერდზე, რომ ფიზიკურად გადავრჩით. და არც ამას ლაპარაკობ შემთხვევით. და როცა იცი, რომ ფიზიკური გადარჩენის საფრთხეა შენ ქვეყანას და მაინც ვიღაცის ინტერესებს ატარებ და მე სხვას ვცდილობ რომ მოღალატე დაარქვა, ეს ღალატი კი აღარ არის. ეს არის უკანასკნელი ფსკერი, რომლის იქით მავნებლობა საკუთარი სამშობლოს წინაშე აღარ არსებობს. და ის უნდა გავითავისოთ ყველა. ეს იქნება ახალგაზრდა, ეს იქნება ხანში შესული თუ შუახნის ადამიანი, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ახლა არის დრო, როცა ამ გლობალური დიდი სურების პროცესში ამ პატარა, მაგრამ საბედნიეროდ ამაყმა ქვეყანამ ბრძენი ხალხით საკუთარი თავი უნდა გადაირჩინოს და გავიდეს სამშვიდობოს და ფონს სახსალამათი, ცოცხალი ფიზიკურად და ელემენტარული ეკონომიკით და ამ ელემენტარულის ნაცვლად დამოუკიდებლობამ. არა მხოლოდ ის მოგცა, რომ კომისიების შექმნის თავი გვაქვს და არა მხოლოდ ის მოგცა, რომ ასე ამაყად და თამამად ლაპარაკოთ ამ პატარა სულ რამდენიმე მილიონიანი ქვეყნის შვილები თუ ხელისუფლების წარმომადგენლები. არამედ ისიც მოგცა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყვეთ და ამის ჩამოქცევას ვცდილობენ. მათ შორის რაღაც მოჩვენებითი უწყვეტობით, ეხლა 500 ადამიანი გამოვა და 2000 თუ დავთვლით თუ არ დავთვლით რაღაცებს, რომ მომუნათებდნენ და ჭკუიდან გადავიდნენ და არეპორტებდნენ, ჩემ პეიჯს გიჟებივით იყვნენ, ხო? და 200.000 რატო არ თქვით ჩვენ და რატო თქვით 2000 თუ 4000 თუ 7000, ამის მაგივრად ამაზე იყვნენ ორიენტირებულები. ამის მაგივრად იმაზე ვიფიქროთ, აი ამ დიდი გადანაწილებების და ამ დიდი საკითხების გადაწრის მომენტში, როგორ იყოს საქართველოს დამოუკიდებელი, ამაყი, ეკონომიკით, როგორ შეინახოს ქვეყანამ თავი, როგორ განვავითაროთ ეკონომიკა და წინ წავიდეთ. და ამ პირობებში მოვახერხეთ, რომ $4,000-დან 8,000-ზე ავედით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი და ეკონომიკა გავზარდეთ 28-დან 90 მილიარდამდე და რა ვიცი, მე მგონი რაღაცა შეგვიქმნია, ხო? ციფრებს რომ დავხედოთ ახლა. ამათ ლაპარაკს თუ მოусმინეთ, რა ვიცი, იმ ჩელიაბინსკში ვარ და რეალურად ვინ ჩელიაბინსკში გზნობს თავს, გამოიხედოს და რაღაცა ფაქტებზე დაყრდნობით ოდნავი დასკვნები მაინც გააკეთოს. ბატონო მალკა, თქვენ ახსენეთ ზელენსკი რამდენიმე წუთის წინ და ერთ-ერთი ინტერვიუ მინდა რომ ვკითხოთ, რომელიც შემდეგ გადააზიარა პარლამენტის თავმჯდომარემაც ამ ინტერვიუში ბუდაპეშტის მემორანდუმთან დაკავშირებით საუბრობს ზელენსკი და იმას, რომ დაპირების მიუხედავად ეს ქვეყნები არ დაეხმარნენ მას და აღნიშნავს ამ ინტერვიუში, რომ მომავალში აღარ ინდობა ამ ქვეყნების დაპირებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მე რამინდა ვკითხოთ, აი რუსეთთან ღია ესკალაციისკენ როცა მოგწოდებდნენ საქართველოს და ამ ფონზე უსაფრთხოების დაპირებას არ იყო, ხო? აი როგორ ახასებთ და რას მიანიშნებს ზელენსკის ინტერვიუ თქვენ?
ზელენსკის ინტერვიუ ერთი მხრივ ძალიან დიდი ილუსტრაცია იყო იმ საკითხების, რაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში თანამედროვე სამყარომ, ჩვენმა ქვეყანამ, უკრაინამ გამოიარა და რაც ხდებოდა რეგიონში. ბევრი რაღაც გაშიშვლდა ამ ინტერვიუით. თავის დროზე უკრაინა იყო ატომური იარაღის მფლობელი ქვეყანა და უსაფრთხოების სანაცვლოდ მას დაათმობინეს ეს ქვეყნის ერთგვარი კი არა პრაქტიკულად ერთ-ერთი მყარი გარანტი უსაფრთხოებისა და უსაფრთხოება გაქრა რეალურად უკრაინის, ხო? და ბოლო წლების განმავლობაში შინაურებისაც კი, აი ადამიანები ხო ბევრ კითხვას ვსვავენ, ჩვენ მომხრეებსაც ხო ბრმად კი არ გვინდობიან, კაც აანალიზებენ ეს ადამიანები და ბევრ ადამიანს, ჩემთვის მათ შორის, ბევრი ჩვენგანისათვის დარწმუნებული ვარ ყველა დეპუტატისათვის ამბავით ასე ვიცი, სხვა ლიდერებისთვის უკითხავს, რა მაგალითად ესეთი კითხვა ბევრი ხო გაგი, აი რატომ არ უჯერებთ დასავლეთს? რატომ არ ემორჩილებით, რატომ არ უწვდით ხელს? სხვათა შორის ხელის გაწვდენას და ხელის ჩამორთმევას ჩვენ გვამუნათებდნენ მოქნეულ ხელს. მერე ჩინეთის გამოსულ ხელს რატო ართმევთო და მოქნეულ ხელს რატო არ ართმევთო და ნუ ასეთი პარადოქსალური ნარატივები იყო ხოლმე. მაგრამ რატომ არ უჯერებთ, როგორც კი ვინმე იკითხავს, აგერ ამდენ ხალხთან ურთიერთობის საშუალება ესე პირადი კომუნიკაციის დროს არ გვაქვს, ხო? ვინც დაუჯერა და ვინც ენდო აი ბოლო წლებში ჩვენი მეგობარი ქვეყნებს არ შევეხები ამ შემთხვევაში ბიუროკრატიებს და ლიდერებს მან რა მოიგო ნახეთ ხო უკრაინაში ანუ უკრაინა ზელენსკი თლიანად ასრულებდა მოდი დავალებებით არ თქვა ვიღაცა გაღიზიანების გამო რომ ვიღაცამ არ შეწყვიტოს მოსმენა ამ ნაწილისა ხო არ თქვა დავალებებს ასრულებდა ამ შემთხვევაში ეს ცალკე შეფასების საკითხია და ჩვენი შეფასება გვაქვს და ზუსტად ვიცით რა ხდებოდა მაგრამ დაუჯერა იმოქმედა მათთან ერთად და ქვეყანა პრაქტიკულად განადგურებული. ჩვენ არავის არ დავექვემდებარებთ, არავის არ დაუჯერებთ, დაუჯერებთ ქართველ ხალხს, მის დაკვეთას, რომ ეს ქვეყანა მეტად დამოუკიდებელი ყოფილიყო, საკუთარ ეკონომიკაზე გვეზრუნა, დამოუკიდებელი მოქმედებები განვეხორციელებინა და რეალურ დემოკრატიაზე გვეზრუნა და რეალურ ჭეშმარიტ ქრისტიანულ ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებზე. და ფიზიკურადაც გადავრჩით, ომიც არ გაჩაღდა ამ ქვეყანაში და მეორე ფრონტად არ იქცა და ეკონომიკაც განვავითარეთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით წავიწიეთ წინ და ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლად ეს ხო ციფრები ამას წაუვა ვერავე. გავედით პირველ ადგილზე. აი ამ უდიდესი რბილად რომ ვთქვა ტურბულენტობის პირობებში. ანუ ვისი მოქმედებაა უფრო სწორი? დაჯერება უფრო სწორი აღმოჩნდა თუ ადაჯერება? ჩვენ დაუჯერებთ ჩვენი ქვეყნისთვის ასიკეთოთ, რასაც გვირჩევთ, აუცილებლად დაუჯერებთ. ბევრი თუ ასეთი ყოფილა, რაღაცა ნიუანსებზე ეგ ლაპარაკი ხო წინა წლებში დაგვიჯერებია, რაღაცა არ დაგვიჯერებია. ხა ნაცებს რომ უნდა გადავცეთ თურმე სასამართლო და დამოუკიდებელი არ იყოს, არ უჯერებთ. რაღაცა მართლა იმ პროექტში თუ გამოხდებოდა ისეთი რომ რაღაცა მართლა სოფლის მეურნეობას ან რაღაცა სხვა გამოადგებოდა, იქ კი ბატონო დიდი სიამოვნებით და მადლობასაც ვუხდიდით გახსოვთ ეს ყველაფერი. ასე იქნება მომავალშიც. რაც საქართველოს და ქართველს წაადგება იქ ვითანამშრომლებთ, ვიპარტნიორებთ, მაგრამ არავის დავალებებს არ შევასრულებთ, განსაკუთრებით დავალებებს არ შევასრულებთ, მაგრამ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ვიქნებით ხისტები, როდესაც ეს იქნება ანტიქართული მითითება, დავალება, რეკომენდაცია თუ ასე შემდეგ. პირდაპირ ეთერში უსმენთ მამუკა მდინარაძის კომენტარს დღის ყველა